გამარჯობა, ეთერშია გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე ამ გადაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გაახლავ. საფეხბურთო ტურნირში ქართველი პარლამენტარებიც დამარცხებულა. ეთყობა გავიდნენ მოედანზე და დადგნენ. ხო და წავალ მე მაინც დავჯდები. ქართველმა დეპუტატებმა კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი დღე ჩაწერეს ქართული ფეხბურთის და ამავდროულად პარლამენტის ისტორიაშიც. ანტალიაში ფეხბურთის სათამაშო წასულმა დეპუტატებმა ბრწყინვალე თამაში აჩვენეს და დამარცხდნენ. პოლიტიკური სპორტი მორიგი მარცხი საქართველოს პარლამენტართა საფეხბურთო გუნდმა ასპარეზობა დაასრულა. ბოლო მატჩი პოლონეთთან შედგა და 3-2 დასრულდა. არა პარლამენტარებთან ყოფილ ფეხბურთელებთან მოგვიწია თამაში, მაგრამ სამწუხაროდ დამარცხეს. ეს არ არის გასამართლებელი, მაგრამ გილოცავთ, ეს პატარა მარცხი ჩვენი პარლამენტის დიდი გამარჯვება. გილოცავთ დეპუტატებო, თქვენ მთელი 3 გოლის გატანა მოახერხეთ, რაც იმაზე გაცილებით დიდი წარმატებაა, რისთვისაც კი 3 წლის მანძილზე პარლამენტში მიგიღწევიათ. თან ახლა იმათ ფეხბურთელები ყოლიათ ჩამოყვანილი, კაცო, რა უსამართლობა. მოჭიდავეს მოუგებს ახლა ფეხბურთელი, ფეხბურთში აბა რას იზამს? აბა მკლავი გადაგვიწიონ, თუ ბიჭები არიან. აი ამიტომ უნდა გეგდოს პარლამენტში 1-2 ფეხბურთელის სწამლად. თითქმის ახლა მთელი ოლიმპიური სახეობებია წარმოდგენილი და მაგათმა რაღა დააშავეს, კაცო. ვიზრუნოთ ამაზე და მომავალში იქნება უფრო მეტი სპორტსმენი შევიყვანოთ პარლამენტში. ეგება ასეთ ტურნირებზე მაინც გამოგვადგნენ დეპუტატები. ნუ გეშინია ხალხო, რომ გეგონათ ჩვენმა უფროსმა ძმამ უმცროსი ძმების განსხვავება დაიწყო. უკრაინას გადაყვა და საქართველოს სულ დაივიწყაო ტყუილია. მას ჩვენთან ყოველთვის აქვს კონტაქტი, მაშინაც კი როცა ამას უკვე ვეღარც კი ვგრძნობთ. რაც შეეხება საქართველოს, კონტაქტებისგან ჩვენ თავი არასდროს აგვირიდებია. დიპლომატიური ურთიერთობებით ჩვენ არ გაგვიწყვიტავს. აჰა, რა გითხარით? რა სისულელეა, კაცო, დაგვივიწყა რა ის. ამათ ოღონდ ვინმესთან კონტაქტი დაამყარებინე და მე ხა ძალიანაც რომ გინდოდეს თავიდან მოიშორებ ხა. ისიც კი არ ანაღვლეთ ახლა თუ ყველა ვისთანაც კი ამათ კონტაქტი დაუმყარებიათ, მე სულ ამათ კეთილებთან კონტაქტის დამყარებას ცდილობს. აი მაგალითად, რამოდენიმე წლის წინ ისე მხურვალედ ჩაგვიხუტეს, ახლაც მტკივა ნეკნები, ხო? 1-20%-ით გავჭყლით და ფაქტობრივად. ხო, მაგრამ ახლა ის 20% კი არ დაკარგულა, კაცო. უკვალოდ არაფერი იკარგებ. თან გაყვა და ჩვენი და იმის ახლა კიდევ რას გაუხვია ხალხო. მოკლედ დაგვივიწყა კი არა, ეს ჩვენი უფროსი ძმა უკვე მეწოდება ჩვენს ხელში, ხო? მაგდენი კონტაქტიც არ შეიძლება ხალხო. გვეყოფა, შეისვენეთ მაინც, თქვენ შოპელწაღლებო. სხვანაირად როგორ გაგითხრათ? სერგეი, მომხედერწამთ, არ გვინდა კონტაქტი, არა. იმიტომ რომ ახლა რასაც თქვენ სხვა ქვეყნებთან კონტაქტს ეძახით, ეგ ზამიკანია, ზამიკანია. ჩემი ნამაღლარი სუპერ გმირია. მან უკვე დაიპყრო უკრაინელთა გულებიც. სავარაუდოდ დაიპყრო რამდენიმე უკრაინელიც და ახლა რუსეთის დაპყრობასაც აპირებს. თუ უკრაინის არმია საჭირო ცოდნით, უნარებითა და იარაღით იქნება უზრუნველყოფილი, ისინი მთელი რუსეთის დაპყრობას შეძლებენ. ვუსმენ ნამაღლარს, ვუსმენ და ახლა კი ვხვდები რატომ არის თავისუფალი აქამდე. რატომ და იმიტომ რომ თეთრი ბილეთის კი არა და კაცო, თეთრი სახლის სახელით და უკრაინული არმიით დაიპყროს რუსეთი. არა ბიჭო და ეხა ნაპოლეონი იყო ეხა რომ დაადო იშტერი თავი და შეიჭრა მომზადებლად რუსეთში. ნამაღლარი ჯერ იარაღს მოიმარაგებს, მერე ღრუბლებში აზიდავს და სულ ღრუბელ აუფეთქებს რუსებს კარგის ტანკებს კი არა და ისა კარგ ტანკებს. მოკლედ კიდევ კარგი სააკაშვილია ნამაღლარი გვარა და არა კაშპიროვსკი თორემ. ასე მგონია რუსეთში შეჭრა თმის შეჭრა გონია მაგას. ცუდად თუ გამოგივიდა ორთვეში რომ ამოგივა ის. ნამაღლარო, სხვა ხის ომში ბრძენია ოკეანა თქვამი, მაგრამ მეტისმეტ სიბზნეს ავლენ უკვე და მეშინი ახლა ამდენი სიბზნესგან ბოლოს არ გაგიშტე. ხო. საქართველოს საპარლამენტო ნაკრები ამბობს, იმიტომ წავაგეთ ორივე თამაში, რომ ვიღაცამ ჩვენი საიდუმლო გასცაო. რა საიდუმლო? რა და ესენი ფეხბურთის ასზე არ არიანო. ნამაღლარი ეუბნება უკრაინელებს. მე გაგწვრთნით ომისთვისო. უკრაინელები პასუხობენ, რა კარგია. აი მაგალითად ბატონო მიშა, როგორ მოვიქცეთ, როცა რუსების თვითმფრინავები მოფრინავენო. ბატონო მიშა. საქართველო არითმეტიკულად სტაბილური ქვეყანა. ერთი კაცი თუ ზის მოწყენილი მარტო, მას აუცილებლად უნდება პრეზიდენტობა.
2-ს დუეტის ჩაწერა, 3-ს კაიხინკალის ჭამა, 4-ს ჯოკერის თამაში, 5-ს პოლიტიკური პარტიის შექმნა და 30-ს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურების დაახლოებით 30-მდე განაცხადი არის ამ დროისთვის წარდგენილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. დღეს განაცხადების მიღება დასრულდება საღამოს 7 საათისთვის და სავარაუდოდ გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს პარლამენტს წარუდგენს 23 თებერვლამდე. აი ამდენ კანდიდატს რომ ვუყურებ, მოუწევს მგონი მარგველაჩემს ერთი დიდი კასტინგის მოწყობა. კი? როგორ აი მაგალითად ჩართავს მუსიკას და ვინც ყველაზე ცუდად იცეკვებს, იმას აირჩევს. რატომ ხო? რატომ და იმიტომ რომ სხვის დაკრულზე კარგად ვინც ცეკვავდა, კითხავდა ეგეთი უკვე. ან ამღერებს და ახლა ვინც კარგად იმღერებს, იმას დაიწუნებს. რას ქვია ეს მაინც რატო? რატომ და ისეთი სიტუაცია დახვდება მაგ სისტემაში, რომ ნორმალურ თავმჯდომარეს არ უნდა ემღერებოდეს წესი. ბოლო-ბოლო ახლა შემოიღოს რაღაცა კრიტერიუმი, რომ თავმჯდომარე უნდა იყოს დედის ერთა, ან ყავდეს მხოლოდ და ან თუ ეხლა მაინც და მაინც ძმა ეყოლება, პავლე არ ერთას. მაგრამ არა, ეხლა ეგრე ბევრს ვერ გაცხრილავს, მაქსიმუმ ერთს. მოკლედ არ ვიცი, ეხლა ჭკვიანი კაცია მარგველაჩემი და ჩემი რჩევის გარეშეც მიხვდება, ვინ იქნება კარგი კანდიდატი. ერთადერთი ის არის მთავარი ახლა, რომ მარგველაჩემის არჩევანი ოცნების არადანი არ აღმოჩნდეს მერე და მერე. ისა სერგო დახური რა კარი, ორპირი ქარია, ისა ნატოს კარი ძღია არის და უბერავს. თუმცა არ გინდა არ დახურო, აგერ შტეფანის შენახი მიხურავს ნატოს კარს. ნატო არ შეიფარებს არც საქართველოს და არც უკრაინას, რადგან ბრიუსელში იციან, რომ ეს ცეცხლზე ნავთის დასმას უდრის. ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარემ შტეფან შენახმა გაზეთ კვირის პალიტრისტვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. დედა, რა უცბად გადაგვიწურა გადარჩენის იმედი შტეფანმა. ცოტა ნეველა მაინც შემოეპარებინა კაცო. აი ასე მაგალითად. უიცი ახლა მთლიანად ვერ მიგიღებთ, ჯერ მარტო დასავლეთ საქართველოს მივიღებთ, ეგ უფრო ევროპულიაო. დასავლეთს კი არა, მარტო გურია სამეგრელოს. არა, ვერც მაგას. აი, ტაო კლარჯეთს მივიღებთ. ეგ ხო ისედაც ნატოშია. აბა რაღა გინდა თქვენ ჩემი სებო გეთქვა ბარემ, რას გვანერვიულებ და ხოცავ რუსეთის შიშით, ჰა? შტეფან შენახ, შეხარ პანდორას ყუთში იმედზე მეტი და საქართველოში რუსულ მავთულ ხლატზე ნაკლები. იცი რას გეტყვი? საერთოდ არ გვინდა თქვენი ნატო. იქით დაგეხმარებით პირსისხლიანი და იმპერიალისტური ავღანეთის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელს ევროპას. აბა რუსეთი რა საფრთხეა კაც? მარტო ნამაღლარმა მოუგო 10 ჯერ ომი. შტეფანი მართალია. მთელი ერის გამოფხიზლებისთვის მოგიწვნით სიმღერას. ვერ ხარ შენა დედა, ქართულ მწერლობას ებრძვიან ხალხო, კულტურას ასამარებენ. ხან საყდრისი არ მოსდით თვალში, ხან რიყის საკონცერტო დარბაზები და ხანაც ბაჩო ჩემის ციგნი, კაცო. ზუგდიდში ბაჩო ახალაიას წიგნის პრეზენტაციის პარალელურად გამართულ საპროტესტო აქციის ორგანიზებაში ნაციონალურ მოძრაობა ქართულ ოცნებას და ზუგდიდის ადგილობრივ თვითმმართველობას ადანაშაულებს. აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს სატელეფონო საუბრები წარუდგინა. ამასთან ოპოზიციური პარტიის ოფისში ირწმუნებიან, რომ ჩანაწერებში სოფლის გამგებლებს დავალება მიეცათ საპროტესტო აქციაზე ფიზიკურად ძლიერი ახალგაზრდები მიიყვანან. Čumem uz Magoč Marums. Izdević, ko stoga mamuljari hokojić? მურე ათენა, მურე. კომძიას. უკაცრავად კაცო ავღელდი. ან როგორ არ ავღელდებოდი კაცო, როცა ქართული მწერლობის ამომავალ ვარსკვლავს ძირავენ. გეუბნები ძირავენ ბაჩოს კაცო. აი ნახეთ ახლა წელს საბათო მისცენ მაგას. კაი ბატონო ახლა საბაზე, წინანდლის პრემიაზე, შემოდგომის ლეგენდაზე და ახლა ლექსების გამოფენაზე თქვა დავჩაგრეთ. აი ნობელს რას უშვებით, ჰა? ძალიან მაინტერესებს. ნობელამდე ხომ მაინც არ მიგიწვდებათ თქვენი საცეცები. ხო, ახლა მწერლობაში თუ არა, მშვიდობის და ჰუმანიზმის დარგში ხომ მაინც მიწებენ. გამოიზაკა ეს კუნთმაგარი ხალხი. არის რა, ფეის კონტროლი და დრეს კოდია მამაცალი კაცო. ხო შეიძლება ხარ ამე ისეთიც არსებობდეს, რაც ბაჩოს უკავშირდება და ძალადობას არა. რაღა გინდათ ახლა მისგან, ჰა? თავისთვის ზის, წიგნებს წერს. და თუ არ გიდოდათ რომ დაეწერა მაშინ, რას იჭერდით? ყველაფერს აკეთებ და წერის გარდა. აი ძალით დააწყებინეთ წერა. გაიგო ახლა რომ კალამიც იარაღია და ახლა მაგას გააგდებინებ ხელიდან. ასე რომ დროა კარგად დაიმახსოვროთ, ბაჩოს წერას ვეღარ მოაშლევინებთ. ისე როგორც ნაციონალებს ჩაწერას ფარულად.
მარგველაშვილი რეკავს უმრავლესობაში. ძალიან ბევრი კანდიდატია უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეობაზე. ძალიან მიჭის არჩევანი და ერთი კარგი ძმა არავის ყავთო? ახლა ეს სიგნის პრეზენტაციასთან შეკრებილებს ეკითხებიან, თქვენ მართლა ზონდერები ხართო? და ისინი კიდევ პასუხობენ, ზონდერს განახებ თუ გადმოგიგეთ და გიფრთხით ეს დუპინკაო. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოვიჩვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.